მეგობრებო, არ შემიძლია ამ თემატიკას გვერდი ავუარო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეოც ჩავწერო დღეს თქვენთვის. 17 თებერვლის თემატიკა არის აქ არის 17 თებერვალს, როგორც იცით, დაბნელება, მზის დაბნელება კონკრეტულად მერწყულის ნიშანში და მერწყული ლომის ღერძზე მოხდება დიდი ტრანსფორმაციების პერიოდი იწყება, ასე ვთქვათ, იხსნება დიდი პორტალი მერწყულებისთვის და ლომებისთვის განსაკუთრებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენზე არ იმოქმედებს, ყველა ჰოროსკოპს ყავს სადღაც მერწყულის ნიშანი, ლომის ნიშანი, ამიტომ ასცენდენტი იქნება, მზე იქნება, თუ არა თუ სხვა რაღაცა მნიშვნელოვანი პლანეტები, რომელიც მერწყულსა და ლომზე გაკავშირებთ თქვენ, ყველამ ვფიქრობ, უნდა მოусმინოთ და უყუროთ ამ გაშლას. ასევე არის ასტროლოგიური ახალი წელი 17 თებერვალს და ეს არის ახალი პორტალი, სრულიად ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვები და თარიღები ემთხვევა, მოკლედ ასტროლოგიურად აღარ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ პრინციპში პროფესიონალური ასტროლოგის რჩევებს სხვა რილსებიდანაც მოისმენთ და მე ჩემი არაპროფესიონალური მიდგომით გზას არ აგიბნევთ, უბრალოდ რაც ძალიან კარგად ვიცი, მინდა რომ ის პატარა მწირე ინფორმაცია ასტროლოგიურიც დავამატო, ვინაიდან ტარო და ასტროლოგია ძალიან ავსებს საერთოდ ეზოთერიკის თემატიკაა და ძალიან ავსებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთს. ასე რომ თუ თქვენი მზე, თუ არა ასცენდენტი მერწყულში ან ლომშია, განსაკუთრებით ყურადღებით მოусმინეთ. რა კარები გაიხსნება, გავიგებთ ამ გაშლით თქვენთვის კონკრეტულად, ესე იგი ეს არის როგორც მინიმუმ 2 წელწადნახევრიანი ახალი ტრანსფორმირებული პერიოდი მერწყულისთვის და ასევე ლომისთვის, იმიტომ რომ საპირისპიროდ დგანან და ერთმანეთს ავსებენ და იზიდავენ, ან ძალიან კარგი წყვილი გამოდის ხოლმე, ან ძალიან საოცრად წარმოუდგენლად ვერ იტანენ ერთმანეთს, ან ძალიან გიждდებიან ერთმანეთზე. მოკლედ საშუალო და ესეთი ლაითი მდგომარეობა არასდროს არ არის ხოლმე, ვინაიდან საპირისპირო 180 გრადუს ღერძზე დგანან, როგორც გითხარით. გავიგოთ ახლა ეს 2 წელწადნახევრიანი მინიმუმ ტრანსფორმაციის პერიოდი რა შეცვლის თქვენ ცხოვრებაში, რას უნდა ელოდოთ, რა მოაქვს ამ მზის დაბნელებას, ამ ახალ წელს, ცეცხლს, აი ამ ცეცხლს, ცხენის ცეცხლს, რომელიც 17 თებერვალს იხსნება კარები, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში იდენტიფიკაციას აღარ დავიწყებთ, რო არ ხარჯავ, მირჩევნია პირდაპირ გადავიდე გაშლაზე და ესე იგი არა მარტო მერწყულების და ლომებისთვის იქნება, მეგობრებო, უყურეთ სხვა ნიშნებმაც, იმიტომ რომ შეიძლება საჭირო ინფორმაციის თემატიკას ხელი ჩასჭიდოთ, რაც თქვენ ძალიან დაგაინტერესებთ, რაც გამოგადგებათ და შემდგომში უფრო ესე იქნებით, რომ ეს ყველაფერი იცოდით და ელოდით. პირველ რიგში რა კარები იღება თქვენთვის, გავიგოთ, აი ამ დაბნელებებით, ამ ახალი წლით, ამ ცეცხლის რაშით, რომელიც ახლა შემოდის. რა იღება უახლოესი, მოდი იყოს პერიოდი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ ცოტა უფრო მოგვიანებითაც ვნახავ. პირველ რიგში ვიღაცა სიყვარულს გეტყვეთ, დაგიფიცებთ, შემოგფიცებთ, დაგიჩოქებთ, ხელს გთხოვთ. უახლოესი 6 თვის განმავლობაში მოდის ეს ყველაფერი. ეს არის აღიარება იმისი, რომ ადამიანისთვის ხართ ძალიან თბილი, ძალიან საყვარელი, თასის დედოფალი ამოდის აქ. ასევე შეიძლება წარმოადგენდეთ წყლის სტიქიას, როგორც თქვი, არ არის მნიშვნელოვანი, რომ მაინც ლომი ან მერწყული იყოთ. შეიძლება ასცენდენტით იყოთ წყლის სტიქიაში, კიბორჩხალაში მაგალითად, როგორც მე მერწყული ვარ, მაგრამ ასცენდენტით ვარ კიბორჩხალა. მაგრამ გამორიცხული არ არის, სხვა ნიშნებიც იყოთ. ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან ემპათიური, მგრძნობიარე და ძალიან მოსიყვარულე ქალბატონი ყველას და ყველაფრის მიმართ, ყველაფერი მის გულზე გადის, იოლად ვერ გაატარებს, ასე ვთქვათ, სხვის გაჭირვებას, სხვის სიხარულით საკუთარივიც უხარია, მოკლედ ძალიან მგრძნობიარე ქალბატონია. ელოდეთ აღიარებას თქვენს მიმართ, თქვენი შეიძლება სრულიად ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდით, მაგრამ ჩემი გამოცდილებით აქ არის ასაკობრივი სხვაობა, შესაძლებელია დიდი პროცენტისთვის ეს იყოს ასაკით თქვენზე პატარა გაცილებით, ვიდრე თქვენ მზადებით, თუმცა საერთო გაშლაში მივეჯაჭვებით არ არის აუცილებელი. უბრალოდ მე ასე მიმუშავებ უმეტესი ნაწილისთვის. ეს ნაცნობობა შეიძლება მომდინარეობდეს მოგზაურობიდან, რომელსაც თქვენ განახორციელებთ, თუ გეგმაში გაქვთ უახლოესი 6 თვის განმავლობაში, შესაძლებელია სწრაფად
ჩაალაგოთ ჩემოდანი და სამოგზაუროდ წახვიდეთ, არც ეს არ არის გამორიცხული და დღესდღეობით ახლა ვერ ხვდებოდით რა მოგზაურობაზეა ვსაუბრობ კონკრეტულად მე, ანუ გეგმაში არ გაქვთ და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემატიკა ეს მოგზაურობა კონკრეტულად დღეს თქვენთვის არ არის, ამიტომ ამ ინფორმაციას არ ფლობთ რომ სადმე წახვალთ. ანუ შეიძლება სპონტანურად ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი სათავგადასავლო მოგზაურობაც კი გამოგივიდეთ, სადაც აი ამ პიროვნება შეიძლება გაიცნობთ. დიდი ალბათობით ასეთი ნაწილი იქნება. ასევე ნაწილი იქნება კიდევ მეორებ შეიძლება ამ ადამიანს იცნობთ, მაგრამ პროგრესივდეს თქვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად. აი მისი აი ამ აღიარებით, აი ამ სიყვარულის შემოფიცებით, ამ დაჩოქებით, ამ ხელზე ნიშნობის ბეჭდის გახსნით და თხოვნით თქვენი ხელის ძალიან სწრაფად ამოძრავდეს, ვინაიდან მე 7 მაღალი არკანი, ეს არის მაღალი არკანი და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა 7-იანი. ეს არის სწრაფი მოძრაობის კარტი, სწრაფი მნიშვნელოვანი წინსვლის კარტი ურთიერთობაში, რაც დააჩქარებს შეიძლება თქვენ ქორწინებას, ხელის მოწერას, ჯვრის წერას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაზეც ნაპატიეთ 8 პენტაკლით შეიძლება მუშაობდით ერთგვარად ამ ურთიერთობებზე, მაგრამ ასე სწრაფად და ასე უცებ თუ მოყომარდებოდა ბჭყალებში, ბოდიში აი ამ ჟარგონისთვის, ასე ვთქვათ, არ ელოდით. ეს იქნება უახლოესი 6 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი რაღაცა ტრანსფორმაცია თქვენ პირად ურთიერთობებში. ასევე ვიმეორებ, შეიძლება ნაწილისთვის იყოს მოგზაურობის გადაადგილება, რაც არ ვიცი, სოციუმში შეიძლება ტურებს არჩევდით, ან არჩევთ ახლა რაღაცა ქვეყნებს არჩევთ, სად იმოგზაუროთ, რა ნახოთ, რა შემოთავაზებები აქვს ტურ ოპერატორებს, მაგრამ სრულიად უცებ აი ესე გავარდეს და კარგი ვარიანტი, ძალიან კარგ ხელმისაწვდომ ფასად, კარგი შემოთავაზება იყოს და ძალიან ისეთ სიყვარულის ტალღაზე დაგაყენოთ აი ამ მდგომარეობამ. არ არის აუცილებელი პარტნიორულ ურთიერთობებზე იყოს, ნაწილისთვის ასე იქნება, რომ მოგზაურობის სიყვარულიდან გამომდინარე ძალიან ამაღლებულ ტალღაზე დადგეთ და უცებ გადაწყვიტოთ რაღაცნაირად, იყიდოთ ეს საგზური, ეს ტური და გაემგზავროთ მოგზაურობაში. ეს იქნება უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ნაწილისთვის კიდევ რა მოდის სხვა დანარჩენებისთვის, ან ისევ თქვენთვის, იმიტომ რომ საერთო გასვლა შეიძლება სრულად თქვენზე იყოს, შეიძლება ნაწილი, შეიძლება ნაწილ-ნაწილი. კიდევ მოდის ის, რომ თავს იგრძნობთ იმპერატრიცად. იმპერატრიცა ეს არის მთავარი ქალბატონი ვიღაცის ცხოვრებაში, აქ არის დედა, აქ არის დიასახლისი, აქ არის საუკეთესოდ თავის მოყვარული და დამფასებელი ქალბატონი, რომელსაც იდეალური სისუფთავი აქვს, სახში სისუფთავი დავიწყებ, იდეალური მოწესრიგებული უდევს თაროზე, ყველაფერი დალაგებული და ჰარმონიაში. ძალიან უყვარს საკუთარ სახში რომ შევა და ასე ვთქვათ ერთგვარი სიამოვნება მისთვის, მისი კომფორტის ზონა, მისი სახლი, მისი ოჯახის წევრები, მისი შვილები, მაქსიმალური მზრუნველობით ეკიდება თავის შვილებს, ვინ არ ეკიდება ხა შვილებს მზრუნველობით, მაგრამ ამ ქალბატონისთვის არის მოწოდება, ეს დედობა, ეს ყველაფერი ჰარმონიაში, ოჯახი ჰარმონიაში, ოჯახის წევრები ჰარმონიაში. შესაძლებელია ბინის შეძენას ვინც აპირებთ თქვენი ხეზე სახლი, ასე ვთქვათ, ნიშნავს 10 პენტაკლით ოჯახურად გადაფუძნებას ან გადასვლას ახალ სახლში. ახალი ბინის შეძენა იქნება, ახალი აგარაკის შეძენა იქნება ნაწილისთვის, ახალი დაოჯახება. ეს არის ახალი დაოჯახება, ესე იმპერატრიცა და 10 პენტაკლი. ეს არის ოჯახური კარტი, სტაბილურობის კარტი, ფინანსური სიმყარის კარტი. ყველა ვარიანტში შესაძლებელია აქ პარტნიორი იყოს ჰაერისტიკის წარმოადგენელი, წყობები მერწყული, სასწორის ნიშანი, მაგრამ შესაძლებელია ასევე ორგანოების თანამშრომელი იყოს თქვენი პარტნიორი, ადამიანი ძალიან მენტალურად განვითარებული, კარგი თანამდებობის პირი, კარგი გულისხმობ, რომ კარგ თანამდებობაზეა მასთან ერთად ოჯახური კავშირი, სტაბილურობა, სიმყარე, სადაც თავს იგრძნობ ნამდვილად იმპერატრიცას, რომ მოვასწრო ცოტა მოგვიანებით პერიოდში, რას უნდა ელოდოთ აი ამ დაბნელებებიდან, იმპერატრიცა, იმპერატორი, თქვენ სიზმრებში რო ნახულობდით, რო ლოცულობდით, რო გინდოდათ თქვენი მეუღლე, ყოლოდათ აი იმის შანსი მოდის უახლოესი 2 წელწად-ნახევრის განმავლობაში, თქვენ წინათ გრძნობას ენდეთ და ყველაფერი გამოგივათ მაქსიმალურად ზუსტად. წარმატებები.